მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ რუსუდან ტყემალაძე, არქიტექტორი და დღეს ვიწყებთ ლექციათა ახალ ციკლს, რომელსაც ქვია არქიტექტურული ინსტრუმენტები. ამ ლექციების ფარგლებში ჩვენ გვექნება საუბარი იმ არქიტექტურულ ელემენტებზე, რომლებიც როგორც არქიტექტორებს ჩვენ გაგვაჩნია არსენალში, როგორიც არის მაგალითად ფერი, მასალა, კონტრასტი, შენობის ფუნქცია და კიდევ სხვა არქიტექტურული ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი ჩანაფიქრი, შევძინოთ შენობას ხასიათი, ინდივიდუალურობა და ასე ვთქვათ ჩვენი სიტყვა საკუთარ პროფესიაში. დღეს გადავწყვიტე, რომ შორიდან კი არ მომევლო, არამედ პირდაპირ ამეღო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული მიმართულება თანამედროვე არქიტექტურაში, როგორიც არის კონვერსია, ვინაიდან კონვერსია აერთიანებს საკუთარ თავში რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ხშირად ბევრსაც და ფაქტობრივად თქვენი ყურადღების მისაპყრობად დავიწყე ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საკითხით, ხო? თუმცა დანარჩენსაც უფრო წვრილად ჩავშლით შემდეგ შეხვედრებზე. პირველ რიგში მოდით განმარტოთ ახლა ჩვენ ტერმინები, რათა გვესმოდეს კარგად თუ რას ნიშნავს კონვერსია როგორც ასეთი. არქიტექტურაში კონვერსიას ჩვენ მეძახით ძირითადად ძველი და ხშირად მიტოვებული პოსტინდუსტრიალური ხასიათის შენობების ცვლილებას, აღდგენას და მათთვის ახალი სიცოცხლის შეძენას ახალი ფუნქციით. ფაქტობრივად შეიძლება ესეთი შეკითხვაც გაგიჩნდეთ, რა განსხვავებაა დაუშვათ კონვერსიასა და რენოვაციას შორის, ან რეაბილიტაციას შორის, თითქოს და გავს ეს სიტყვები ერთმანეთს. რეაბილიტაცია არის აგრეთვე ძველი შენობების აღდგენა ფიზიკური თვალსაზრისით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფუნქციური ცვლილება რეაბილიტაციის დროს არ ხდება. კონვერსიის დროს თითქმის ყოველთვის ხდება. ხოლო რენოვაცია კი უკვე ეხება როგორც წესი უფრო ისტორიულ და ასე ვთქვათ კულტურის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს. შესაბამისად, აქ უკვე რესტავრაცია, რენოვაციასთან გვაქვს ჩვენ შეხება და შესაბამისად ფუნქციის ცვლილება შეიძლება ხდებოდეს კიდევაც, მაგრამ როგორც წესი არ ხდება ახალი არქიტექტურული ნაწილების იმპლემენტაცია და ახალი არქიტექტურული ენის გამოყენება, ხო, ძირითადად ჩვენი მიზანი არის რომ დავტოვოთ შენობა იმ სახით, როგორითაც ის მოიაზრებოდა ისტორიულად. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი საუბარი საგან იქნება კონვერსია და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. კონვერსია არის შენობის თან ფიზიკურად აღდგენა, თან გვეძლევა ჩვენ საშუალება, რომ შევიტანოთ ახალი არქიტექტურული ელემენტები და ახალი გადაწყვეტები. ანუ შეგვიძლია მივაშენოთ, დავაშენოთ, შევცვალოთ სივრცეები, რამდენადაც კონსტრუქცია გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ დატიხრა და სხვა. და აგრეთვე, როგორც წესი, ასეთ პოსტინდუსტრიულ შენობაში შედის ხოლმე ახალი ფუნქცია. ანუ ფაბრიკა და ქარხანა თუ იყო ადრე, აღარ იქნება, ასე ვთქვათ, ამ ფუნქციით და შევძენთ სხვა ახალ იმ უბნისთვის უფრო აქტუალურ ფუნქციას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ კონვერსია ჩვენთვის არ არის უცხო და თქვენს ყოველს ალბათ ნანახი გაქვთ, როგორც მინიმუმ სტამბას კომპლექსი, ხო, და რუმს ჰოტელის სასტუმრო თბილისში, აგრეთვე ფაბრიკა, აგერ ბატონო. ფაქტობრივად ეს არის კონვერსიის ძალიან კარგი მაგალითები, ჩვენთვის უკვე ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი. ფაქტობრივად ორივე იყო ინდუსტრიული ხასიათის შენობა. ახლა ფაბრიკა თავისთავად იყო სამკერვალო ფაბრიკა და ქსოვილების ფაბრიკა, ხოლო სტამბა იყო თვითონ სიტყვიდან გამომდინარე, ახლა საგამომცემლო ესეთი სივრცე სტამბა. და რეალურად ესეთი პოსტინდუსტრიული, პოსტსაბჭოთა ორი მიტოვებული შენობა ძალიან კარგად აღდგა ახალი ფუნქციით და თან მრავალი ფუნქციით, არა ერთით. სტამბას შემთხვევაში აქ გვაქვს, რა თქმა უნდა, სასტუმროც, რუმსის ნაწილი, პლუს გასაქირავებელი სივრცეები, სამუშაო სივრცეები, ოფისები და სხვა და აგრეთვე ქვედა სართულზე, ესე იგი, რესტორანი, თან რამდენიმე რესტორანი და შეხვედრების სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები და ასე შემდეგ. თვითონ მიმართულების თვალსაზრისით მინდა ვთქვა ორი სიტყვა რა გაკეთდა. დატოვეს ძველი კარკასი და ფაქტობრივად არა მალავენ ძველ საბჭოთა მძიმე მრეწველობისთვის განკუთვნილ რკინაბეტონის კონსტრუქციებს, არამედ პირიქით, როგორც ხედავთ, გახსნეს მთელი კონსტრუქციები და აქციის დეკორის ნაწილად. ფაქტობრივად ეს არის ლოფტის სტილი.
სადაც სილამაზე ჩანს თვითონ აი ამ კონსტრუქციების და დაუმუშავებელი მასალების და მაგრამ გარდა ამისა არის ძალიან ახლებური საინტერესო დეკორატიული ელემენტები, როგორიც არის მაგალითად გამწვანების შეტანა ინტერიერში დიდი დოზით, ხო? ფაქტობრივად, ვინც ნამყოფი ხართ, ალბათ დაკვირვები ხართ და იცით, რომ ერთ-ერთი ეს სავიზიტო ბარათია ამ შენობის პირველი სართული არის გახსნილი და რეალურად მოტანილია მიწა და დარგული არის რეალური ცოცხალი ტროპიკული ხშირად ხეები. რა ძალიან საინტერესო ლამაზ ეფექტს აძლევს აქაურომას, მინდა გითხრათ, მე პირველად რომ მოხვდი ძალიან მოვიხიბლე. ესეთი ორიგინალური და საინტერესო გადაწყვეტა იყო ნამდვილად. და გარდა ამისა, იცით, რომ სივრცეები არის სეგრეგირებული, სივრცეები არის ძალიან კარგად დანაწილებული, სხვადასხვა ფუნქციით, ერთი მეორეში გადადის, რაც პრივატული ზონებია, ჩაკეტილია და ისეთი არის კონტროლის ქვეშ. დანარჩენი სოციალური ზონები არის ღია და საკმაოდ ისეთი მაღალ დონეზე ესთეტიკურადაც და შესრულებული. შესაბამისად, მოკლედ, კარგად გამართული, ლამაზი, თანამედროვე შენობა გახლავთ ძველი ინდუსტრიული შენობის ტანში. რაც შეეხება ფაბრიკას, ფაბრიკა კიდევ უფრო ადრინდელი პროექტი გახლავთ და ფაქტობრივად დღესდღეობით წარმოუდგენელია ალბათ უკვე თბილისის წარმოდგენა ფაბრიკის გარეშე, ხო? განსაკუთრებით ახალგაზრდულ სეგმენტში, როდესაც ხალხი, სად წავიდეთ, ფაბრიკაში წავიდეთ, ხო? პირდაპირ ესეთი პასუხი არის. თვითონ არა მხოლოდ შენობა მიმუშავა ამ შემთხვევაში, ხო, როგორც ასტუმრომ, როგორც კარგმა რესტორანმა, ხო, და როგორც ესეთმა სივრცე მაღაზიები და სხვა, არამედ შიდა ეზომ, როგორც სოციალური შეკრების ესეთმა სივრცემ პლატფორმამ, ხო? ვინაიდან იცით, რომ ეს მაღაზიები და ბარები და კვების ობიექტები გამოდის შიდა ეზოში და შიდა ეზო არის რეალურად ესეთი შეხვედრების ადგილი. გაცნობის ადგილი და ხშირად უბრალოდ სოციალიზაციის სივრცე. გარდა იმისა, რომ დაუშვათ იქ სასტუმრო არის და იქ კიდე ნაწილი ოფისებია და სხვა და სხვა. ასე რომ, მოკლედ, აქაც რა ძალიან კარგი ესეთი მაგალითი გვაქვს უშუალოდ ჩვენს ქალაქში, შესაბამისად, ეს თემა არ არის უცხო ჩვენთვის, არის მისაღები, მიღებული, საყვარელი და ესეთი მნიშვნელოვანი მოკლედ თანამედროვე ქართული არქიტექტურისთვისაც მათ შორის. ახლა გაჩვენებთ საინტერესო მაგალითებს ძირითადად ევროპის კონტინენტიდან და განვიხილოთ ამ მაგალითებიდან გამომდინარე თუ რასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში მოდი აღვნიშნოთ, რომ კონვერსია საერთოდ ესე ჩამოყალიბდა ისტორიულად, რომ ძირითადად დაიწყო მაინც ევროპის კონტინენტზე. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში ისტორიულად ჰქონდათ ძალიან ბევრი ქარხანა და რომ დაუკვირდათ ახლა მე-19 საუკუნიდან და ინდუსტრიული რევოლუციიდან დაწყებული, ძალიან აქტიური იყო ევროპის ინდუსტრიალიზაცია, ხო? შესაბამისად, ინფრასტრუქტურა ბევრი აქვთ მრავალ ქვეყანაში და ძალიან განვითარებულად ესე წარმატებულადაც მუშაობდნენ, მაგრამ ფაქტობრივად მე-20 საუკუნის 70-იანი, 80-იანი წლების ეკონომიკამ მოიტანა ახალი გადაჭრები, მოიტანა ოფშორული ზონების სისტემები, მოიტანა ის მიდგომა, რომელიც დღესდღეობითაც ასე აქტიურად გრძელდება, ანუ უშუალოდ ფიზიკური წარმოება საქონლის წაიღეს ევროპელებმა ძირითადად აზიაში. ხო? ალბათ იცით, რომ ჩინეთში, ტაივანში და სხვა აზიურ ქვეყნებში არის ძირითადი წარმოება, როგორც ევროპული, ისე ამერიკული საქონლის და შესაბამისად უფრო იაფი უჯრედად იქ აწარმოონ და მერე ჩამოიტანონ ნახევარი მსოფლიოს გავლით, ვიდრე აწარმოონ თავის საკუთარ ქვეყანაში. ახლა ეკონომიკაში ჩავეძიებით, ეს არ არის ჩვენი შესწავლის საგანი, თუმცა როგორც ფაქტი მივიღოთ და ისიც არ ვიცი, ხა სახარბიელო თუ არასახარბიელო ფაქტი გამოვიდა, რომ ევროპის კონტინენტზე ერთი სიტყვით დაარჩათ ძალიან დიდი მძლავრი ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად ფუნქციის გარეშე. როდესაც გავიდა ეს ინდუსტრია და წაიღეს ესე იგი ქარხნები აღმოსავლეთში, დარჩათ ეს უზარმაზარი შენობები ცარიელი. პლუს ახლა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რაშია საქმე. ქარხნის შენობა შემომეგობრებო თავისი შინარსიდან გამომდინარე და თავისი ხონებიდან გამომდინარე, როგორც წესი, არის ხოლმე ძალიან მძლავრი, მძიმე, კონსტრუქციულად ძალიან გამართული ობიექტი.
ფაქტობრივად რო წარმოიდგინოთ, აი ატომური ბომბისგან დამცავი ბუნკერი, ხო? აი ბუნკერზე უკეთესია ფაქტობრივად ეს ქარხნები ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც მძიმე მრეწველობასთან გვაქვს ჩვენ შეხება, იქ ბეტონის და ლითონების და მასალების მწარმოებელი ქარხნები არის ფაქტობრივად ხშირად უზარმაზარი, მძიმე, ზოგჯერ 4 და 5 მეტრის სისქეში მზიდი კედლების მქონე შენობები. შესაბამისად, ალბათ მარტივად მიხვდებით, რომ ასეთი ობიექტის დაშლა და მის ადგილზე რამე ახალი შენობის აშენება ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე რაღაცნაირად ამ შენობის ექსპლუატაცია. თუმცა ექსპლუატაციაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ უზარმაზარ მასშტაბებთან გვაქვს ჩვენ საქმე. ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მაღალი ჭერი, 8-10 მეტრი, ზოგჯერ 12 განათებული დიდი სივრცეები, რომლის გათბობაც რთულია, ასე იგი მოვლაც რთულია და კაცმა რო თქვას, არ არის გათვლილი სხვა ფუნქციებზე. გათვლილი არის ინდუსტრიულ ფუნქციაზე, ხო? შესაბამისად, მრავალი წლის განმავლობაში ახლა იყო ესეთი ტენდენცია, რომ სახელმწიფოებმა უბრალოდ არ იცოდნენ, რაში გამოეყენებინათ ეს ამხელა ინფრასტრუქტურა. ისეთი პრეცედენტებიც კი არსებობს ევროპაში, როდესაც სახელმწიფო თანახმაა, რომ ტენდერის სახით მიჰყიდოს ინვესტორს ეს შენობა რაღაცა სიმბოლური, ესე იგი ფასად და უშუალოდ 1 ევროთ მოყიდით უზარმაზარ შენობას. ოღონდ იმ პირობით, თუ თქვენ მერე ფულს დააბანდეთ ამ შენობაში, გააკეთებთ რემონტს, აღადგენთ, შეძენთ ახალ ფუნქციას და ამუშავებთ. ძირითადად, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი საჭიროებებით ქალაქისთვის და შესაბამისად, აი ესეთი ტიპის პროექტები ძირითადად ეძღვნება ხოლმე კულტურას და არ გაგიკვირდებათ, რომ ხშირ შემთხვევაში პოსტინდუსტრიულ აი ამ ქარხნებში შეტანილი არის ესეთი ფუნქციები, მაგალითად, როგორც არის მუზეუმი, მხატვრების სახელოსნოები, საგამოფენო სივრცეები, თეატრი, კინო, რა ვიცი, 1000-ნაირი ესეთი გასართობი დანიშნულების ობიექტი. ეხლა უშუალოდ, რასაც ვხედავთ ჩვენ სლაიდზე, დავაკვირდეთ ამ შენობას, ეს გახლავთ ჰერცოგისა და მეურონის ნამუშევარი, კონვერსია. ჰერცოგი და მეურონი შეგახსენებთ, რომ გახლავთ შვეიცარიული წყვილი არქიტექტორებისა, საკმაოდ ესეთი ცნობილი ხალხია, პრიცკერის პრემიის ლაურეატები არიან და ფაქტობრივად მათ უჭირავთ ესეთი წამყვანი ადგილი კონვერსიის ნიშაში. ბევრი კონვერსიის პროექტი აქვს გაკეთებული, როგორც წესი ძალიან წარმატებული და საინტერესო და კაცმა რო თქვას, აი პრიცკერის პრემიის გადაცემის დროსაც, რეალურად ძალიან ესეთი ხაზგასმული იყო სწორედ ეს მიმართულება. მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21 საუკუნის მიმდინარე ჩვენი ეპოქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მოგახსენებათ ეკოლოგია და გარემოსთან ეკოლოგიური ურთიერთობა. შესაბამისად, ბევრად უფრო სწორი და კარგი მიმართულება არის, რომ ის, რაც უკვე გვაქვს ძველი, ხო, აღვადგინოთ, ახალი სიცოცხლე შევძინოთ და ვამუშაოთ, ვიდრე ეს მივაგდოთ და მოდი ახლა ახალი ავაშენოთ ნოლიდან. სამწუხარო საქმე ის არის, რომ დედამიწას აქვს თავისი ლიმიტები, ხალხი ბევრი ვართ და კიდევ უფრო მრავლდებით. შესაბამისად, ახლა ახალი და ახალი ინდუსტრიული რაღაცა შენობები და ახალი ინფრასტრუქტურის შეტანა ყოველთვის უპრიანი აღარ არის, ჩემო მეგობრებო. ეს იყო ძალიან მოდერნისტული და ძალიან ინოვაციური მიდგომა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ხალხი თვლიდა, რომ აბა არიქა შევესიოთ უდაბნო არის თუ სტეპია თუ რაღაცა ცარიელი ადგილი ვნახეთ, ყველაფერი ინფრასტრუქტურით შევავსოთ, გზები გავიყვანოთ, კორპუსები დავარჭოთ, ხო, ავაშენოთ უზარმაზარი შენობები და შევძინოთ სიცოცხლე, მაგრამ ფაქტობრივად 70, 90 და 100 წლის მერე ხვდებით, რომ ჯერ ერთი შეივსო ეს ტერიტორიები, უკვე აღარ გვაქვს ამდენი ცარიელი ადგილი და მერე ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდა აი ამ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეხლა უშუალოდ ვისაუბროთ აი ამ ობიექტზე. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული კუპერს მიულე სიტყვიდან გამომდინარე იყო წისქვილი მიულე. შესაბამისად, ფაქტობრივად ძალიან ესეთი ხაზგასმულად ინდუსტრიული შენობა გახდათ. ხოლო ჰერცოგმა და მეურონმა გადააკეთეს და ესე იგი ინვესტორის დაკვეთით შეიტანეს აქ მუზეუმის ფუნქცია. ახლა რა მინდა აღვნიშნო კიდე ერთი მომენტი, ნახეთ ეკოლოგიასთან დაკავშირებით. შენობა, როგორც ხედავთ, დგას ესეთი მდინარის და ლამაზი, ესე იგი წყლის სარკე გვაქვს, ხო, მდინარის პირას. ასეთ სურათს ნახავთ ხშირად, კიდე გაჩვენებთ მე ამ ლექციაზე, სხვაგანაც, მაგალითად ლონდონში. და ხშირად ხალხი ცოტა ვერ იაზრებს ხოლმე, რატო დგას.
ანუ ლამაზის შესახებ რო არის, მანდ ორი აზრი არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანი მე-19 საუკუნეში აშენებს ინდუსტრიულ შენობას და წარმოებისთვის აქვს ხო ეს ინფრასტრუქტურა, მაინც და მაინც სილამაზეს არ დაეძებდნენ ხოლმე, მინდა გითხრათ. შესაბამისად, ეხლა ჩვენთვის არის ლამაზის შესახედი, როცა მუზეუმია, თორემ როცა იყო წარმოება, ერთადერთი ესეთი პრაქტიკული ფუნქცია გააჩნდა ამ მდინარეს. ერთი კი არა, შეიძლება რამდენიმეც. ჭირდებოდა წარმოებისთვის წყალი და წყალი შექონდათ ფაქტობრივად აი ამ მდინარიდან და მეორე და ყველაზე სავალალო ალბათ ის არის, რომ თვითონ ეს ნარეცხი წყალი, გამოყენებული წყალი და ფაქტობრივად აი ეს ნაგავი, რომელიც შეიძლებოდა გაყოლოდა ამ წყალს და ეს სიბინძურე ისევ უბრუნდებოდა მდინარეს. საშინელი სათქმელია, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი გადასახედიდან, მაგრამ ასეა თუ ისეა, მოკლედ ამ პრაქტიკული დანიშნულებით ირჩევდნენ მაინც და მაინც ესეთ ლამაზ მდინარის პირას, რომ აეჩვენებინათ ქარხანა, იმისთვის, რომ ეს ნარეცხი წყალი სადმე მარტივად მოეშორებინათ თავიდან. შესაბამისად, სამწუხარო რეალობა ეს არის და კარგია, მოკლედ ალბათ, რომ ეს შენობა ეხლა უფრო ეკოლოგიურ ცხოვრებას ეწევა, ვიდრე თავისი პირდაპირ დანიშნულებით. რაც შეეხება ახლა ჰერცოგის და მეურონის იმპლემენტაციას, ანუ ჩარევას ამის შენობის ცხოვრებაში, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მცირეა ჩარევა ფასადის თვალსაზრისით. ფაქტობრივად თუ შევხედავთ, აი ცალსახად ჩანს, რომ აი ეს გრძელი თეთრი ფანჯრები, ხო? რომლებიც ცოტა არ იყოს 21 საუკუნის რაღაცა ფანტასტიკური ფილმის ღიობებს უფრო გავს, ხო? ცალსახად არ არის ეს ისტორიული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ღიობი, ხო? ძველია ეს წითელი აგურის ფასადი, მაგრამ აი ეს ჩაჭრილი ფანჯრები არის აბსოლუტურად ახალი და ესეთ ახალებურ აქცენტს ძენს თვითონ შენობის ხასიათს, ხო? ფაქტობრივად რო შევხედავთ, ხვდებით, რომ ეს არ არის უკვე ძველი ქარხანა, არამედ რაღაც ახალი და უცნაური ფუნქციის მატარებელი ობიექტი გახლავთ. თუმცა აი ერთადერთი ეს არის აი გარეგნულად რა ესეთი ცვლილება შეიტანეს არქიტექტორებმა, მიუხედავად ამისა, ახლა გაჩვენებთ შიგნით რამხელა განსხვავება გვაქვს. ნახეთ როგორი სივრცეები შექმნეს. გარდა იმისა, რომ გადაიტიხრა, რა თქმა უნდა, მუზეუმის საჭიროებიდან გამომდინარე ეს სივრცე ქარხნისა და არანაირი ინდუსტრიული ხასიათის მოქმედება იქ აღარ ხდება. პლუს კიდე შეიტანეს ესეთი ულამაზესი პლასტიკური ბეტონის კიბეები, ხო? დაუმუშავებელი ბეტონია, შემომეგობრებო, აი ჩამოსხმული ფაქტობრივად, როგორც ქანდაკება, რო უყურებ ხოლმე, სულ მგონია, რომ რაღაცა ფანტასტიკური ფილმის კადრები არის. გავაგრძელოთ ჰერცოგისა და მეურონის შემოქმედებით, კერძოდ კი მათი ნამუშევრებით კონვერსიის მიმართულებით და აქ გვაქვს უკვე მათი ლონდონის ობიექტი, ტეიტ მოდერნი, ანუ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი გალერეის ტეიტის ლონდონის ოფისი. მინდა გითხრათ, რომ ეს შენობა თავის დროზე იყო, იგი რასაც ჩვენ ვეძახით ხოლმე ტეცის შენობა, ანუ ცენტრალური გათბობის ესეთი სისტემა, სადაც იდგა დიდი საქვაბე, ცხელდებოდა ეს წყალი და უშუალოდ ეს შენობა ათბობდა ლონდონის რამოდენიმე უბანს. ხოლო უკვე ინდუსტრიალურ ერაში, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ფუნქცია დაეკარგა ამ შენობას, ეთყობა გადააკეთეს ლონდონის გათბობის სისტემები. შესაბამისად, ეს შენობა იყო დარჩენილი უფუნქციოდ და აი გადაწყვეტეს, რომ ტეიტ მოდერნისთვის დაეთმოთ ობიექტი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ლოკაცია აქვს, აი ფაქტობრივად არის ესეთ კულტურულ ცენტრში. აი ამ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ კიდევ ცნობილი ესეთი მილენიუმ ბრიჯი, რომელიც ეკუთვნის სერ ნორმან ფოსტერის შემოქმედებას და უშუალოდ ამ საფეხმავლო ხიდით გადავდივართ ჩვენ ტეიტ მოდერნიდან, სადმე კი არა, არამედ სენტ პოლის კათედრალში, ანუ ლონდონის მთავარ კათედრალში, მეფეს გვირგვინი სადგამენ ხოლმე და სხვა. ისტორიულად ესეთი მნიშვნელოვანი და კარგი ადგილი გახლავთ. შესაბამისად, ასეთ ცენტრში, რა თქმა უნდა, რა ვიცი, ტეცის მსგავსი ტექნიკური შენობის ქონა არც თუ ისე უპრიანია, არც ეკონომიკურ თვალსაზრისით და არც კულტურული თვალსაზრისით. ამიტომ ტეიტ მოდერნი ბევრად უფრო შეეფერება, რა თქმა უნდა, ამ ადგილს. და ახლა უშუალოდ შევხედოთ, რა გაკეთდა იმისთვის, რომ მოდერნიზაცია განეცადა ამ შენობას. წითელი აგურის შენობა გახლავთ თავის ორიგინალში და აი ქვედა ფოტოზე რაც ჩანს, ფაქტობრივად აი ეს ნაწილი მთელი თავისი აი ამ საკვამურით არის ძველი, ხოლო ზემოდან მინის დამატებული ნაწილი არის, რა თქმა უნდა, ახალი. გარდა ამისა, ახალი ნაწილი არის აი ეს კოშკური
მინაშენი. კაცმა რო თქვას ამ კოშკს რო უყურებ ხოლმე, სულ მგონია რაღაცა ისევ და ისევ კოსმოსური ფილმის მონაწილეა, თითქოს დეკორაცია არის Star Wars-ის ტიპის ესეთი ინფრასტრუქტურა სგავს გარკვეულწილად და აი როგორ გვეთამაშება, ნახეთ ახლა ჰერცოგი და მეურონი ამ შემთხვევაში. მასალად გამოყენებული არის მსგავსი ფერის აგური, რაც ორიგინალი იყო, ისეთივე მასალა არის, კაცმა რო თქვას. ფაქტობრივად პროპორციაც 1-2 არის გაზრდილი, ნახეთ, ანუ შუა ნაწილი ის სიმაღლე, რაც იყო ორიგინალურ შენობაში, ის დაჭერილია აი ამ ღიობის ზოლით და დამატებული არის ზემოდანვე ერთი იმდენი, რაც ქვევით არის, ოღონდ წაკვეთილი. შესაბამისად, პროპორციულად კარგად არის მოძებნილი სიმაღლე ამ კოშკის, ფერში იგივენაირად ზის. იმდენად არაკონტრასტულია, კაცმა რა თქვას, მიუხედავად მთელი ამ თავისი ღიობებისა და განათებებისა. იმდენად არაკონტრასტულია და ისე კარგად არის ჩამჯდარი, რომ კაცმა რა თქვას, პირველი შეხვედრით შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ ეს არის ახალი ნაწილი და ეს არის ძველი. მარცხნივ ძველია, მარშრივ ახალია, ხო? ეს არის კაცმა რა თქვას, ჰერცოგისა და მეურონის ესეთი დამახასიათებელი თვისება, რომ მათ არ მოწონთ ყოველ შემთხვევაში მათი კარიერის ამ ეტაპზე მაინც და მაინც დიდი კონტრასტის კეთება. პირიქით, ძალიან ესე იუველირულად მუშაობენ, რბილად, ხო, მოხდენილად და აი ძველი, ახალი ისე არის ერთმანეთში გადასული, რომ რაღაცნაირად არ გვაწუხებს ვიზუალურად, ხო, მოდი ესე ვთქვათ. ერთმანეთში არის დარეული ეს ულტრათანამედროვე არქიტექტურა, ძველი არქიტექტურა, ტექნიკური, არატექნიკური და პლუს ეს თვითონ მასალებიც, ხო, როგორც ისტორიული მასალა აგური, ისე თანამედროვე ეს შემინვა, განათება, დაბურული მინა და მოკლედ ეს თანამედროვე ესთეტიკა. ასე რომ მინდა გითხრათ, ეს ძალიან გამორჩეული ობიექტია, რომლის მერეც მალევე მიიღეს, თუ სწორედ მახსოვს, პრიცკერის პრემია და ესეთი მნიშვნელოვანი, ასე იგი ნამუშევარი გახლავთ მათ კარიერაში. გარდა ამისა, ახლა მინდა გაჩვენოთ კიდე ერთი ესეთი ჩემი საყვარელი ობიექტი ჰერცოგი და მეურონის შემოქმედებაში. ეს გახლავთ უკვე მადრიდი და მადრიდის კაიშას ფორუმის ოფისი. კაიშას ფორუმი არის აგრეთვე თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, მთელი დიდი გამოფენებით და ფონდით და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი ესპანური ორგანიზაცია. ხოლო მათი კონვერსია ამ შემთხვევაში შეეხებოდა, ნახეთ, ძველ შენობას, რომელიც ფაქტობრივად აი წარმოუდგენელი რაღაცები გაუკეთეს ამ შენობას. აი ეს ფოტო განსაკუთრებით ძალიან შთამბეჭდავია, ჩემი აზრით, ზედა ფოტო, სადაც უშუალოდ ვხედავთ, რომ დატოვებული არის ძველი შენობიდან ფასადი. ფასადს ზემოდან დაადგეს აი ეს დაჟანგული მეტალის კარკასი, რაც არის თითქმის ერთ-ერთი იმდენივეა, რამდენიც ძველია, იმდენი ახალი ადგას თავზე. ყოველ შემთხვევაში ასეთ ვიზუალურ ეფექტს გვიქმნიან. და რაც ყველაზე შოკის მომგვრელია არის აი ეს დეტალი, რომ ძველ შენობას გამოცლილი აქვს თითქოს ქვედა სართული მთლიანად, შექმნილია მოედანი და ისეთი ვიზუალური ეფექტი გვაქვს, თითქოს შენობა ჰაერში ლევიტირებს. თითქოს ამხელა ძიმე შენობა აწიეს პირდაპირ ჰაერში. ეს პირველად რო ვნახე, ისეთი შოკი დამემართა. უბრალოდ ვერ მოვედი გონზე, როგორ ფიზიკურად როგორ გააკეთეს ეს, იმიტომ რომ თითქოს ფიზიკის ყველა კანონს ეწინააღმდეგება, ხო? როგორც წესი, რა ვიცი, გრავიტაცია თავისას მოითხოვს ხოლმე და ესეთი ობიექტი იშვიათია, მაგრამ ნუ აი ეს არის ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული, ლამაზი და საინტერესო შენობა. რა თქმა უნდა, ხა მთლიანი შენობა არ არის აწეული, მხოლოდ მისი ნაწილი არის აწეული და უბრალოდ გარკვეული კუთხიდან ჩანს ესე თითქოს ჰაერში ატანელი ეს შენობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან შთამბეჭდავია ჩემი აზრით. აქაც ვნახეთ როგორი თუ ისე ხაზგასმული კონტრასტია, ანუ მეტი კონტრასტი არის, რა თქმა უნდა, ვიდრე წინა შენობაში, მაგრამ ესეთი ძალიან მკაფიოც არა. გვაქვს წითელი აგური და გვაქვს ეს შედარებით ესეთი თანამედროვე და პოპულარული უკვე მასალა, როგორიც არის წითელი დაჟანგებული ლითონი. ეს ლითონი არის, მინდა გითხრათ, დაჟანგებული ქიმიური წესით, შესაბამისად მეტს აღარ დაჟანგდება და ანუ რასაც ხედავთ, რაც არის ეს არის. და ნუ ფაქტობრივად გამოიყენება როგორც ესეთი ვიზუალური ეფექტი, არის დეკორის ნაწილი. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო თვითონ ეს გამწვანებული კედელიც, ვინაიდან მიხედეს რეალურად აი ამ მოედანსაც. დანზე გამოდის შენობა თავისი აი ამ არაჩვეულებრივი ფასადით და პლუს ეს ტორეცის მხარე მეზობელი შენობის, რომელიც იქნებოდა ყრუ ესეთი კედელი,
უინტერესო. ამ შემთხვევაში გაამწვანეს, დაამუშავებინეს პატრიკ ბლანკს, რომელიც არის ესე იგი ვერტიკალური ბაღების მამა და კორიფე და ძალიან ცნობილი ლანდშაფტის დიზაინერი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, პატრიკ ბლანკის ნამუშევარი ჩვენ გქონდა თბილისში მეტრო ავლაბრის ფასადზე. არ ვიცი ვინმეს თუ გახსოვთ, სამწუხაროდ რა ვიცი ვერ მოუვარეთ სათანადოდ და გახმა ის სცენარები და მოკლედ დღესდღეობით უკვე სხვა გამწვანებაა. თუ სწორედ ვიცი და პატრიკ ბლანკი აღარ გვაქვს, მაგრამ ისე რა ვიცი ძალიან ესეთი ძვირიანი, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები აქვს ხოლმე პატრიკ ბლანკს და ინტერესს კიდევ ის მატებს, რომ მოგეხსენებათ, ახლა მცენარე სეზონურია და იცვლება ხოლმე ხო თვეების განმავლობაში, ხან ყვავის, ხან მწვანეა, სულ მოვლა ჭირდება, სულ პატრონობა უნდა და შესაბამისად, მოკლედ ეს კედელი არის, კაცმა რა თქვა, წლის განმავლობაში ცოცხალი. და ბოლოს, ესე იგი, ჰერცოგის და მეურონის შემოქმედება სადღეისოდ დავაგვირგვინოთ აი ამ ცნობილი ობიექტით. ეს გახლავთ ელბფილარმონი, ანუ ჰამბურგის ფილარმონია, მდინარე ელბაზე, უпростоრად მდინარე ელბას შესართავი არის ზღვასთან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის ისტორიულად, მინდა გითხრათ, იქიდან გამომდინარე, რომ ჰამბურგი ალბათ იცით არის მნიშვნელოვანი გერმანული საზღვაო პორტი, ჩრდილოეთის ზღვაზე, სავაჭრო პორტი და სხვა, ეს ისტორიული ფუნქცია აქვს ამ ქალაქს და მის პორტს. შესაბამისად, ძველი პორტის ნაწილი არის რეალურად ეს ისტორიული ნაწილი თვითონ ქალაქის. თანამედროვე სამყაროში უკვე გერმანელები გაუფრთხილდნენ მას, პორტის ნაწილი უშუალოდ და ინდუსტრიული პორტის ნაწილი წაიღეს ახალ პორტში, ხოლო ძველი პორტი, რა თქმა უნდა, დაუთმეს კულტურას. ასე რომ, ეს შენობა, რომელიც აქ იყო, ეს წითელ აგურს, რასაც ხედავთ ქვევით, ეს იყო საპორტო ესეთი შენობა, დოკების ნაწილი იყო, თუ სწორად ვიცი. შენობა იყო ორიგინალური, იდგა აქ. და დგას, ასე ვთქვათ, ნახევარკუნძულზე, აი შემოჭრილი არის მიწიდან თვითონ აი ამ ზღვაში. ძალიან ლამაზი ადგილი არის და დიდი ტენდერი გაიმართა ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად გაიმარჯვეს ჰერცოგმა და მეურონმა. ეხლა რა იდეა იყო აქ? იდეა არის შემდეგი. ამ შენობას საერთოდ აქ ესეთი ზედმეტსახელი შეიძლება გსმენიათ, ქვია ფრინავი ჰოლანდიელი. რა შუაშია ჰოლანდიელი ამ გერმანიასთან. იმ შუაში არის, რომ ფრინავი ჰოლანდიელი არის ესეთი ლეგენდარული და ზღაპრული პერსონაჟი, გემი. ფაქტობრივად ითვლება, რომ ეს არის სულების გემი, დაშინელი ზღაპრებიდან, რომელიც ესე იგი დაკარგულ გემებს ხვდება ზღვაში, ბინდის დროს და მოკლედ აყაჩაღებს და ყველას კლავს და ასე შემდეგ. თუ გაქვთ ნანახი კარიბის ზღვის მეკობრეები, აი იქ არის მოკლედ ნაჩვენები, ერთ-ერთი ვარიაცია აი ამ ფრინავი ჰოლანდიელის ეს სულების გემი და ფაქტობრივად მისი კაპიტანი და მთელი ამბები ეს მითოლოგია არის გაშლილი. ხოლო ამ შემთხვევაში ესე იგი რა უნდათ რომ ეჩვენებინათ ვიზუალური თვალსაზრისით. ნახეთ, პირველ რიგში ვთქვათ, რომ ეს ჰამბურგი რა კი ჩრდილოური ქალაქი არის, აქ ხშირად არის ნისლი. შესაბამისად, აი ნისლიანი ესეთი ამინდი რო წარმოვიდგინოთ, ნისლიან ამინდში უცებ აი ამ ხელა აბსტრაქტული გემივით, რაღაც აი ძველებური აფრებიანი გემივით მოხაზულობის ობიექტი გვაქვს. იდეა და შინაარსი იყო ასეთი, რომ აი ეს ჰოლანდიური, აი ეს ფრინავი ჰოლანდიელის ინსპირაცია ჰქონდათ, მაგრამ თვითონ ტექნიკურად ასე ვთქვათ და ფიზიკურად ახლა რა ხდება გავშალოთ. რაც იყო ორიგინალური შენობა, ორი იმდენი დაადგეს თავზე. უზარმაზარი ინფრასტრუქტურა არის. ეს არის, მეგობრებო, ევროპაში ყველაზე დიდი ოპერა, საოპერო დარბაზი. თვლება, რა ვიცი, ექსპერტები ასე გვეუბნებიან, რომ ერთ-ერთი საუკეთესო აკუსტიკური დარბაზი არის საერთოდ მსოფლიოში. უამრავი დრო და ფული და ენერგია დაეხარჯა ამ შენობაზე. ბოლოს ვეღარ გეტყვით რა დაჭდა, იმიტომ რომ აი იმდენჯერ გაზარდეს ხარჯები და იმდენჯერ გადაიტანეს კიდე ჩაბარების დრო, ძალიან რთული პროექტი იყო და ძალიან გაუგრძელდათ და ერთი სიტყვით მოკლედ ჰერცოგი და მეურონი ხო ესეთი გამოცდილი, მნიშვნელოვანი და ესეთი ძალიან ავტორიტეტული წვლილია თანამედროვე არქიტექტურაში, მაგრამ მათთვისაც კი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა რა ამ შენობაზე მუშაობა. შედეგიც სახეზე არის. ფაქტობრივად ძალიან საამაყო შენობა არის მთელი გერმანიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ უფრო ძვირი დაუჯდათ, ვიდრე საერთოდ ივარაუდეს. თუმცა ბევრი ივარაუდეს, მინდა გითხრათ. ხარო დავაკვირდეთ თვითონ მის სტრუქტურას რა ხდება. აი ამ შემინულ ზედა ნაწილში გვაქვს შეტანილი დარბაზი. უზარმაზარი დარბაზი არის, თან საინტერესო არის, რომ დარბაზში ისე კი არ არის, როგორც ჩვენ ვართ მიჩვეული კლასიკურ დარბაზებში, რომ სცენა ერთ მხარეს არის და მაყურებელი მეორე მხარეს, არამედ სცენა გვაქვს შუაში,
მაყურებელის ხედს მთლიანად გარშემო, ანუ 360 გრადუსის პანორამა გვაქვს ძენის მიმართ. ეს არის ესეთი ინოვაცია და საინტერესო, კარგი მიდგომა არის, რთული მიდგომა არის, მაგრამ ფაქტობრივად აკუსტიკური თვალსაზრისითაც და ვიზუალური თვალსაზრისითაც ძალიან იგებს რა ესეთი სცენა. და პლუს ახალი სიტყვა არის, რა თქმა უნდა, თანამედროვე პერფორმანსის და თეატრის ისტორიაში. შემდეგ, აი ამ უზარმაზარი სცენის გარშემო გვაქვს, ესე იგი, კულისები და დამატებითი სივრცეები, რა თქმა უნდა, სარეპეტიციოდ გამოსაცვლელად და სხვა და სხვა. ხოლო ქვედა ნაწილში, აი ამ ძველ შენობაში გვაქვს ერთი უზარმაზარი პარკინგი და მერე კიდე ადმინისტრაციული დამატებითი სივრცეები, რა ვიცი, ბუღალტერი დაჯდება და ამათ ხარჯებს დაითვლის და რაღაცა ეგ. თეატრის დირექტორი და სხვა და სხვა, ხო, რის გარეშეც არ გამოდის ფუნქციონირება ობიექტის. კიდე მინდა გაჩვენოთ ესეთი ძალიან საინტერესო პროექტი. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული გაზომეტრების მთელი წყება. ვენაში ვართ აქ და ვენაში მოკლედ ჰქონდათ ესეთი ინდუსტრიული ხასიათის შენობები, გაზომეტრები. შეიძლება დღესდღეობით გაგვიკვირდეს ჩვენ რა არის ეს გაზომეტრი, რა საჭიროა, არასოდეს არ გვსმენია. იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური ფუნქცია აქვს. სანამ მოკლედ გაიყვანდნენ გაზმომარაგების მილებს და მოამარაგებდნენ ვენას გაზით ისე როგორც ჩვენ ვართ მომარაგებულები, ხო, უშუალოდ. მანამდე აი ესეთ უზარმაზარ მრგვალ შენობებში, როტონდის ტიპის შენობაში ინახავდნენ გაზს. გაზჰოლდერი არის რა, გაზის შემნახველი ესეთი შენობებია. 4 უზარმაზარია ესეთი გაზომე დარჩათ ვენაში. და მოკლედ როგორც მანამდეც ვთქვით, არ უნდათ დაეშალათ, იმიტომ რომ ძვირს დაუჯდებოდათ და დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ რაში გამოვიყენოთ ამ ხელა შენობები, ხო? შესაბამისად, აქაც იყო დიდი კონკურსი და აი რამდენიმე ცნობილმა არქიტექტორმა გაიმარჯვა. მათ შორის არის ჟანუველი და უშუალოდ აი ამ შენობაზე მინდოდა ლაპარაკი. ეს შენობა, ეს გაზომეტრი არის გაკეთებული ასეთი ავსტრიული კომპანიის მიერ, როგორც არის Coop Himmelblau. Coop Himmelblau ძალიან საინტერესო მიმართულების ბიურო იყო, ვინაიდან ესენი მუშაობდნენ დეკონსტრუქტივიზმის სტილში. მოსწონდათ გეომეტრიული აი ამ ფორმების დაშლა, მოსწონდათ ჰაი-ტეკი, მოსწონდათ აი ესეთი არეული ფორმები, რა ვიცი, კონტროლირებადი ქაოსი და მსგავსი რაღაცეები. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ნახეთ როგორი პროექტია. შიგნით გაზომეტრში არის რეზიდენციები, ანუ ბინები. აი ჭრილში ჩანს ხო ფაქტობრივად, რომ დიდი ატრიუმის გარშემო გაშლილი არის საცხოვრებელი სახლები. მთელი თავისი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით და პარკინგით და სხვა. და აგრეთვე ამ გაზომეტრზე კონკრეტულად მიდგმული არის გვერდზე, აი ნახეთ როგორი ტიპის ესეთი საოფისე შენობა. ჰაი-ტეკური, ესეთი ძალიან თანამედროვე, სულითონი, მინა, ძალიან კონტრასტული იმ წითელ აგურთან და ესეთ დაღვინებულ კლასიკურ ევროპულ ფასადთან. ჰერცოგის და მეურონის საწყისი ფაზისგან განსხვავებით, Coop Himmelblaus ყოველთვის ძალიან მოსწონდათ კონტრასტი. ესენი კონტრასტის ხალხია და მართლა ძალიან ხაზგასმით აკეთებდნენ ხოლმე ამ კონტრასტულ მიდგომებს ძველი ახალის შორის, ამათთან ძალიან ცალსახად ჩანს ხოლმე, სადაა ძველი, სად არის ახალი. შენობა ძალიან მომწონს მე თვითონ თავისი ამ კონფიგურაციით, აი მოტეხილი რო არის რაღაცნაირად თითქოს წელში გამოყვანილი, ჩემი აზრით ძალიან ლამაზია და უხდება. თან გამოირჩევა დანარჩენებს შორისაც, ნახეთ. კიდევ შევეხოთ ესეთ ძალიან ცნობილ ფაქტობრივად ლეგენდარულ შენობას, როგორიც არის ბატერსის ეცი, ჩვენებურად რო ვთქვათ და ისე power station, ანუ აი ეს გათბობის სისტემების ცენტრია თვითონ, სადაც უშუალოდ ამ წყალს აცხელებდნენ. უზარმაზარი შენობა არის, იმიტომ რომ ლამის ნახევარ ლონდონს ათბობდა ეს. ლეგენდარული სტატუსი შეძინა ამ შენობას, რა თქმა უნდა, Pink Floyd-ის აი ამ ალბომმა, რომელიც ქვია Animals. და რეალურად აი ალბომის ყდაზე დახატული არის ეს უზარმაზარი შენობა, რომლის თავზეც დაფრინავს ღორი. ხო, ამის კონცეფციას აღარ ჩაუღრმავდები ახლა, მაგრამ ვისაც აინტერესებს Pink Floyd-ი, მათ ალბათ იციან, რატო დაფრინავდა ღორი. კიდევ მინდა გითხრათ, რომ პერფორმანსიც გამართეს თავის დროზე, ანუ უზარმაზარი გასაბერი ღორი მართლა ააფრინეს ამ შენობის თავზე. მერე ლონდონის პოლიცია დასდებდა, იმიტომ რომ არ ჰქონდათ ამისი უფლება და
ფაქტობრივად მთელი ამბები იყო ამაზე, მაგრამ კიდე კაი არავინ არ დაუპატიმრებიათ. მრავალი წლის მანძილზე იმის შემდეგ, რაც ფუნქცია დაკარგა ამ შენობამ, მინდა გითხრათ, რომ იდგა ესეთ სარიელი და არ იცოდნენ რა ეკნათ მისთვის. ძალიან საგონებელში იყო ლონდონის მერია, იმიტომ რომ ამ ხელა მასშტაბისთვის ვერ მოიფიქრებინათ რაღაცა შესაფერისი ფუნქცია. შესაბამისად, ბოლო-ბოლო გადაწყდა ესა, რომ მიყიდეს კერძო ინვესტორს და მან გააკეთა უკვე საცხოვრებელი ბინები. უზარმაზარი რეზიდენცია არის, ფაქტობრივად ძალიან ბევრი ინდუსტრიული ხასიათის ესეთი ლოფტის სტილის ბინები გააკეთეს საკმაოდ იმპოზანტური და საინტერესო თანამედროვე, ხო, აი თვითონ აი ნახეთ შიგნით ესეთი უზარმაზარი ატრიუმი გვაქვს. და აქეთ-იქით უკვე მაღაზიებიც არის და რაღაცა სავაჭრო ცენტრის ნაწილიც არის, მაგრამ ძირითადი ფართები დაეთმო უკვე ბინებს და საკმაოდ ძვირიანი კარგი ბინები გაშენდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა ხალხო. ეხლა ჩვენ რო ვუყურებთ და რა პრობლემაა და ქარხანაში სასტუმრო, ქარხანაში ბინა, ქარხანაში ის როგორ გითხრათ, ჩვენთვის მარტივია, იმიტომ რომ ბევრი გვაქვს უკვე ნანახი და ხვდებით, რომ ჩვენი ურა ცხოვრობს ხალხი ამ შენობებში და არაფერი ცუდი არ შევდება პირიქით, ხო? მაგრამ იმ პერიოდისთვის როგორ გითხრათ რა, აზროვნება უნდა მივიდეს ჯერ აქამდე და მე-20 საუკუნის შუა წლებში მაგალითად აი რო იყო ესეთი შენობები და რო ეუბნებოდნენ ბინები ხო არ გაგვეკეთებინაო, ხალხი ამბობდა, იმაშიო ქარხანაში შენი ცხოვრე თუ გინდა და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად რაღაცნაირად ხალხის ცნობიერება ცოტა უნდა მივიდეს იქამდე, რომ მეორადი არ ნიშნავს მაინც და მაინც ცუდს და დანაგვიანებულს და უვარგის. მეორადი იმას ნიშნავს, რომ პირიქით ეკოლოგიურია, შენ ახალ ცხოვრება შეძენ ამას და სწორედ თუ მოექცევი და სწორედ თუ გამართავ სისტემას, ხშირად ჯობია ახალსაც კი. იმიტომ რომ ეს გამოცდილია და რაღაცა თან თავისი ისტორია გააჩნია. ეხლა გაჩვენოთ უცებ, ეს არის ლიხტენშტაინის უნივერსიტეტის ესეთი კონვერსიის პროექტი. ეს ჩემთვის ძვირფას პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ მე უშუალოდ ვსწავლობდი ამ შენობაში, ამ კედლებში და ესეთ სტუდიოში, როგორცაც აქ სურათზე ხედავთ. ეს იყო რეალურად მინდა გითხრათ, რომ ლიხტენშტაინი ხო ჯუჯა სახელმწიფოა ევროპაში და თავისი პირველადი ესეთი წარმატებით უმაძლოდა დიახაც რომ ინდუსტრიალიზაციას და ინდუსტრიას, იმიტომ რომ სუქარხნები იყო ლიხტენშტაინში. აი მდინარე ჩამოდის შუაში და მოკლედ ამ მდინარის გასწვრივ ქარხნები სწორედ იმ დანიშნულებით, ახლა როგორც თავიდან მოგახსენეთ, ხო რომ ეს მდინარეს წყალს მერე წაეღო ამათი ნარჩენები. მაგრამ მე ახლა ცოტა უფრო ცივილიზებული რო გახდა, მოდი ესე ვთქვა, ხალხი, მიხვდნენ რომ აღარ არის საჭირო რა, ახლა ამდენი დაბინძურება საკუთარი მიწის და ფაბრიკები, ასეთი უშუალო ინდუსტრია აღარ არის თითქმის. სამაგიეროდ არის ძალიან ბევრი ოფისი და უფრო ლოჯისტიკა და ესეთი ტიპის ბიზნესები დარჩა. შესაბამისად, ეს ერთ-ერთი ქარხნის ყოფილი შენობა დაუთმეს უნივერსიტეტს და ნახეთ ახლა როგორი სისტემა არის. აი რასაც ხედავთ, აი წითელი კრამიტით რო არის გადახურული ესეთი დაკბილული შენობა, ეს უზარმაზარი შენობა არის უშუალოდ ქარხანა რაც იყო და იმიტომაც არის ესე დაკბილული, რომ ამ კბილებს შორის არის განათება, ფანჯარა არის აქ ჩასმული და ანათებს ძალიან დიდი დოზით რამდენად შესაძლებელია, ხო, ალპებში რო გაანათო. შიგნით როგორც ხედავთ, ნახეთ აი ლითონის ესეთი თხელი კოლონებზეა დაყრდნობილი ეს ჭერი და უზარმაზარი დიდი სივრცე გვაქვს, ცარიელი, განათებული და კაცმა რა თქოს ინდუსტრიისთვის მომართული, მაგრამ ამ შემთხვევაში აი დათმობილი არის უნივერსიტეტის სახელოსნოებისთვის. მინდა გითხრათ, რომ იმდენ მაღალი ჭერია, რომ ამათ გააკეთეს მერე ანტრესოლებიც, აი ფაქტობრივად ეს ფოტოც ანტრესოლიდან არის გადაღებული და მერე კიდე დაამატეს ანტრესოლები, ანუ მეორე სართული, ხო, როგორც შიდა აივანი. ძირითადი ნაწილი ეს შუაში მაინც დატოვეს ცარიელი და რეალურად სტუდიოები, ანუ კლასები ერთმანეთისგან იყო გამოყოფილი მხოლოდ ასეთი მოძრავი დაფებით, რომელზეც წერაც შეგიძლია და მიაკრა კიდევაც, რა ვიცი, მაგნიტური დაფაა რა, ჩვეულებრივი. და მინუსი ამისი ის იყო, რომ გულახდილად გეტყვით, ცოტა ხმაურია. განსაკუთრებით, როცა რამდენიმე ჯგუფი ერთად მუშაობს, ანუ ისინი რაღაც სხვას ვჟელობენ, თქვენ რაღაც სხვას ვჟელობთ აქ და ცოტა ხმაური და ისეთი არის რა, ქაოტური სივრცეა გარკვეულწილად, მაგრამ რა ვიცი, შემოქმედებითი ქაოსი ვისაც უყვარს, მათთვის ალბათ ზედ გამოჭრილია. და პლუსი ის არის, რომ ყველაფერი აქ იყო მოძრავი.
აი ეს მაგიდები, სკამები, ტუმბოები, დაფები, ყველაფერი არის მოძრავი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი გაიტანო. უშუალოდ სტუდიოს, როგორც ჭირდება, მე ისე შეუძლია რომ დააწყოს თავისი ავეჯი და გარდა იმისა, მოკლედ რომ აღადგინეს ეს ძველი შენობა თვითონ უშუალოდ შიგნიდანაც და გარედანაც. კიდევ მიადგეს ესეთი ულტრადანამედროვე ნაწილი, ესეთი გრძელი ლითონის შემინული ნაწილი, რომელშიც არის აქეთ ნახევარი კაფეტერია და ნახევარი არის ბიბლიოთეკა. და აი ამ გადასასვლელით ძირითადი შენობიდან შევდივართ უკვე აი ამ დამატებით შენობაში. ძალიან ლამაზი სივრცეა, მინდა გითხრათ, განსაკუთრებით თვითონ ალპების ფონზე. კონტრასტი არის, ცოტა არ იყოს, თვითონ აი ამ ხისტი, მათემატიკური, გეომეტრიული რაღაც ეს თანამედროვე არქიტექტურული ფორმისა და ბუნებრივ ლანდშაფტს შორის. დამახასიათებელია ზოგადად შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის თანამედროვე არქიტექტურისთვის. კიდევ ეს არის ძალიან საინტერესო ობიექტი, მინდა გითხრათ, რიკარდო ბოფილის ლა ფაბრიკა. რიკარდო ბოფილმა იყიდა ეს ფაბრიკა 70-იანი წლების დასაწყისში საკუთარი თავისთვის. დიდი ალბათობით დაუჯდა ძალიან იაფი ამ შენობის ყიდვა. შეეძლო ფაქტობრივად კარტ ბლანში აეღო და თვითონ იყო დამკვეთიც, თვითონ იყო არქიტექტორიც, თვითონ იყო ინვესტორიც და მაშენებელიც. არაფერი არ დაიკლო და ამ შენობაში გააკეთა როგორც საკუთარი საცხოვრებელი სახლი, ისე თავისი ფირმის ოფისი. და ფაქტობრივად ეს წლების მანძილზე მიხედა, გაარემონტა, გაამწვანა. ხდება იმ ეპოქაში ხალხმა, როდესაც ჯერ არ არის რა მიღებული ამ ძველი ობიექტების გადაკეთება საკუთარი ფუნქციით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში რიკარდო ბოფილი არის ერთ-ერთი პირველი, ფაქტობრივად. ძირითადად აი ეს ერთი გააკეთა თავისთვის. რაღაც არ შემხვედრია მე რიკარდო ბოფილს, რომ სხვა ინვესტორისთვის გაეკეთებინა კონვერსია, მაგრამ აი თავისთვის გააკეთა და რატომაც არა. კიდევ გაჩვენებთ ეხლა სერ ნორმან ფოსტერის კონვერსიებს. ნორმან ფოსტერს აქვს ესეთი მიმართულება, როგორიც არის აღდგენა ძველი ისტორიული შენობების მთელი თავის ისტორიული შინაარსის შენარჩუნებით. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს არა პოსტინდუსტრიულ შენობასთან და არამედ არც მეტი არც ნაკლები, მაგრამ რაიხსტაგის შენობასთან. ანუ გერმანიის პარლამენტთან, სადაც დღესდღეობით მუშაობს ბუნდესტაგი, ანუ გერმანიის პარლამენტი და კაცმა რო თქვას გერმანიის პოლიტიკური გულია რა ეს შენობა. ისტორიულად ეს ახლა თვითონ ფასადიდან გამომდინარე ხვდებით ალბათ 19 საუკუნის შენობა და იყო მეფის რეზიდენცია. აღჭურვილი ისტორიზმით ყველანაირად რა კაიზერის რეზიდენცია იყო თავისთავად, მის დროინდელი პარლამენტიც აქ იყრიდა თავს, მერე ვაიმარის რესპუბლიკის დროსაც აქ იყრიდა პარლამენტი თავს და ბოლო-ბოლო ისეც მოხდა, რომ ჰიტლერის ხელისუფლებაც აქ ხვდებოდა ერთმანეთს და ფაქტობრივად ესე იგი მესამე რაიხის რეზიდენციაც ამ შენობაში იყო. ასე რომ ფენებაც არის მოკლედ ისტორია ამ შენობის გარშემო. ამ შენობისთვის სამწუხარო რეალობა ის არის, რომ როდესაც მოკავშირეებმა აიღეს ბერლინი და ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომში დაამარცხეს ნაცისტური გერმანია, ავიაციამ ჯერ ხო ნახევარი ბერლინი იცით ალბათ დაბომბა და გაანადგურა. უშუალოდ ძალიან ბევრი შეხვდა ამ შენობას. შესაბამისად, ის კი ის შენობაა, სადაც კანთარი ავიდა და დაარჭო წითელი დროშა და თქვა გავიმარჯვეთო და სხვა, მაგრამ ძალიან დაზიანდა ეს შენობა, იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ჩანდა თვითმფრინავიდან, ზევიდან ამ შენობას ჰქონდა მაღალი დიდი გუმბათი და ძალიან კარგი შესახედი იყო, მარტივი სამიზნე იყო და აი ესე იგი შუა ნაწილი ფაქტობრივად სულ დაანგრიეს. დარჩენილი იყო ამ შენობიდან მხოლოდ გარე კედლები, აი რასაც ხედავთ და ეს კოშკები. გუმბათი, როგორც გითხარით, რომელიც აქ იყო ესეთი კლასიცისტური გუმბათი ამ შენობის სტილის შესაბამისი, რა თქმა უნდა, სწორეს მიწასთან და შიდა ნაწილი მოკლედ აი გამოფუღრული იყო მთლიანად გადამწვარი ეს ინტერიერი. შესაბამისად, აი 80-იანი წლების ბოლოს, როცა მომძლავრდა, ასე ვთქვათ, გერმანია ეკონომიკურად და ზაობა დაინახა საკუთარ თავში, გადაწყვიტეს, რომ მოდი აღვადგინოთ რეიხსტაგის შენობა როგორც სიმბოლო. ძალიან დიდი კონკურსი იყო გამოცხადებული, თუ ვის შეხვდებოდა წილად ესეთი პატივი. ბევრმა ცნობილმა არქიტექტორმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა გაიმარჯვა ფოსტერმა. მინდა გითხრათ, რომ ფოსტერმა გაიმარჯვა არა ამ პროექტით, არამედ სხვა პროექტით. მისი იდეა იყო ასეთი, რომ შევინარჩუნოთ ისტორიის ავთენტურობა, სიმართლე მისი, დავტოვოთ ეს კედლები როგორიც არის. შიგნით შენობაში გავაკეთოთ ახალი ლითონის შემინული ნაწილი, რომელშიც იმუშავებს პარლამენტი
და ყოველივე ზემოდან გადავხუროთ, თუ ესეთი ლამაზი ბრტყელი ლითონის გადახურვა უნდა ქონოდა შემინული და როგორ გითხრათ, ეს არქეოლოგიური ნაშთივით უნდა დარჩენილიყო ეს ძველი შენობის ნაწილი. და გერმანელებმა ხა გაამარჯვებინეს ამ პროექტს, მოეწონათ, თვითონ იდეა მოეწონათ რა, რომ ეს ძველი ნანგრევები უნდა დარჩენილიყო როგორც ისტორიის ნაწილი. მაგრამ შემდგომში უკვე გამარჯვების შემდეგ სწხოვეს ესეთი რაღაცა, რომ თუ შეიძლება მისტერ ფოსტერ აღვედგინეთ ჩვენი გუმბათი. ეხლა მე რა თქმა უნდა თავს ვერ დავდებ ფოსტერის გონებაში რა მოხდა მაგ დროს და რამდენად მოეწონა ეს დაკვეთა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ხა ჩემი გადასახედიდან თანამედროვე არქიტექტურისთვის და განსაკუთრებით ჰაი-ტექის მამისთვის და ინოვაციური ესეთი მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული არქიტექტურული მიმართულების ფოსტერისთვის გუმბათი მაინც და მაინც ვერ იქნებოდა საინტერესო გამოწვევა, ჩემი აზრით. იმიტომ რომ გუმბათი არის გამოწვევა ისტორიული არქიტექტურისთვის, აი თუ დაუკვირდებით, გუმბათი იყო სერიოზული ამოცანა მაგალითად რენესანსის ეპოქის არქიტექტურისთვის. იმიტომ რომ რთულია, სანამ არ აქვს რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და არმირება სანამ არ აქვს, ხო, კონსტრუქციაში. მაშინ ძალიან რთულია დააპროექტო დიდი გადახურული კამარა, ხო? ანუ ფაქტობრივად ერთადერთი ესეთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ძეგლი ამ მიმართულებით არის ანტიკური რომაული ძეგლი პანთეონი რომში, ხო? რომელიც არის მონოლითური ბეტონი. ჩამოსხმული ბეტონია და ძალიან დიდი მათემატიკური გათვლა იყო მაგაზე და ასე შემდეგ, მოკლედ ეს რომაული ესეთი სერიოზული ნოუ-ჰაუ იყო, თუ როგორ გააკეთეს ამხელა გადახურული სივრცე. იმის მერე მთელი შუა საუკუნეები და რენესანსის ეპოქამდე ფაქტობრივად გუმბათი არის ძალიან რთული გამოწვევა ხალხმა და აი გოთიკურ კათედრალებს თუ შევხედავთ, მთელი ეს კამაროვანი გადახურვები ეყრდნობა უზარმაზარ კონტრფორსებს, ხო? ანუ ორი იმხელა ინფრასტრუქტურა აქვს გარშემო შენობას იმისთვის, რომ გაკეთდეს მაღალი გადახურული დიდი სივრცე. ასე რომ სერიოზული გუმბათი და ბრუნოლესკი და ასე შემდეგ, ხო, ეს არის ისტორიული არქიტექტურისთვის რთული. მაგრამ იმის მერე რაც გვაქვს რკინა-ბეტონი და არმირება და ლითონი მით უმეტეს როგორც ჰაი-ტექში, მოკლედ ტექნიკურ სირთულეს აღარ წარმოადგენს რა გუმბათი. და ამიტომაც ახლა წლების მანძილზე ჰაი-ტექს მაგალითად სულ არ აინტერესებდა გუმბათის დაგეგმარება რა. ჯერ ერთი პირდაპირ ისტორიული კონტექსტები შემოგაქვს, რომ რაღაცნაირად ყოველას ის გაახსენდება რა, ძველი არქიტექტურა და სად არის მერე შენი ინოვაცია. და მე ამათ მოწოთ ხო გეუბნებით, აი რა ვიცი მე space რაღაცა შატლის დონის სირთულის პროექტები უნდა აკეთონ რა და არა გუმბათები. ამიტომ ახლა ჩემი ვარაუდით ეს არ იქნებოდა ახლა ფოსტერის თავისი იდეა. ეს იყო დამკვეთის იდეა, რომ გვინდა გუმბათის აღდგენა, როგორც სიმბოლო და ასე ვთქვათ, სახე ამ შენობის. კარგი ალბათ რომ ფოსტერი დათანხმდა. ხო, არ არის ახლა ისეთი ჯიუტი კაცი, რომ თქვას, რომ არა, აი ახლა მე როგორც მინდა ისე უნდა აშენდეს, არა. წავიდე დათმობაზე და დააპროექტა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო გუმბათი თანამედროვე არქიტექტურაში. იქიდან გამომდინარე, რომ არის მრავალფუნქციური. ნახეთ, ახლა გუმბათის ფუნქცია ის არის, რომ დიდი სივრცე უნდა გადახუროს. ამ შემთხვევაში ახლა არ არის რა ეგ ფუნქცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თანამედროვე არქიტექტურული კონსტრუქციები იძლევა უკვე იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ გუმბათის გარშემო ჩვენივრად გადახურო დიდი სივრცე, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში გუმბათი გახადა ერთ-ერთ მთავარ სანახაობად ამ შენობაში, რა კი მისცა ხალხს საშუალება, რომ შევიდნენ გუმბათში და ამ უზარმაზარი ესეთი სპირალური პანდუსით ავიდნენ ზედკენწეროში. ეხლა რა ხდება? ჯერ ერთი გადასახედი მოედანია მთელი ეს პანდუსი. ფაქტობრივად ქალაქზე გვაქვს 360 გრადუსის ხედი და ტურისტებისთვის ღიაა, ჩვეულებრივად ეს ნაწილი შედიხარ ათვალიერებ და გარდა ამისა ნახეთ კიდე რა საინტერესო ესეთი ძალიან პოეტური დეტალი აქვს ჩემი აზრით გაკეთებული. აი ეს ქვედა ნაწილი არის შემინული, აი ამ სარკული ესეთი პრიზმის ქვეშ რაც არის, ეს არის შემინვა და აი ამ შემინულ ფანჯარაში ჩვენ ზემოდან ჩავიხედავთ და დავინახავთ სხდომათა მთავარ დარბაზს. აი ჭრილშიც კარგად ჩანს, ნახეთ. სხდომათა მთავარი დარბაზი, სადაც უშუალოდ მუშაობს ბუნდესტაგი. ანუ ახლა კარგად დაუკვირდით, მეგობრებო, ეს არის გერმანიის პარლამენტი.
წარმოიდგინეთ, რამდენიმე დეკადის წინ, ანუ ჰიტლერის ხელისუფლების დროს, აქ ტურისტი კი ვერ შევიდოდა და რაღაც არამედ რა ვიცი მე ბუზი ვერ გაჭაჭანდებოდა, ალბათ ზედმეტად ხო წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა. ანუ სუპერ დაცული, სუპერ დახურული, სუპერ იზოლირებული შენობა იქნებოდა და ამის საპირწონედ პოსტერი გვიკეთებს თავისი იდეური შინაარსით სუპერ გამჭვირვალე, ღია და ესეთ სახალხო შენობას, სადაც ნებისმიერ ტურისტს თუ გერმანელს თუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და ფანჯარაში უშუალოდ დაინახავს როგორ მუშაობს პარლამენტი. ახლა ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა, ხო, არქიტექტორი არის, ახლა ფილოსოფოსი არ არის, ხო? მაგრამ არქიტექტურული ამ თვალსაზრისით, ხო? ძალიან ესეთი საინტერესო იდეა აქვს შემოთავაზებული და ჩემი აზრით, გერმანელები უნდა უმადლოდნენ და უმადლიან კიდევაც, ხო? ძალიან კარგი გადაწყვეტა იყო. ვერ გეტყვით, რომ უშუალოდ როდესაც პარლამენტი მუშაობს, მაინც და მაინც მაშინ შეგიშვებათ რომ ნახოთ, მაგრამ შეიძლება კი. ეს არის უკვე ლონდონში British Museum-ის აღდგენის პროექტი. აქაც გვაქვს ძალიან ესეთი ძველი ისტორიული შენობა, ფაქტობრივად შეკრული შიდა ეზოს გარშემო შეკრული ესეთი შენობა გახლდათ ბრიტანული ბიბლიოთეკის კორპუსი. და აშენებული არის კიდევაც ესეთი ბრიტანული კლასიკური არქიტექტურის ნიმუში არის მთელი თავისი ორდერული სისტემით, ხო, ნახეთ სარკულის სიმეტრიით, მთელი კოლონადა და ფრიზი და ანტაბლემენტი და ყველაფერი თავის ადგილზე არის რა. ანუ ახლა კარგი არისტოკრატული შენობა გახლავთ, მაგრამ როდესაც ეს შენობა დაუთმეს უკვე British Museum-ს და არა ბიბლიოთეკას, როგორც ჩანს მოითხოვა უფრო მეტი სივრცე ქონოდათ და შესაბამისად ესეთი რა გადაწყვეტილება გააკეთა ფოსტერმა და ესე იგი მისმა ფირმამ, რომ გადახურეს მთლიანად ეზო არის გადახურული, ნახეთ რა ლამაზი, ესე იგი ლითონის მათემატიკური ესეთი პარაბოიდალური კონსტრუქციით, რომელიც არის შემინული. შუაში არის გუმბათი, აი ჩანს გუმბათი და გუმბათიდან ესე ნახევარწრიულად ესე არის გადაშლილი აი ეს გადახურვის ლამაზი ფორმა, რომელიც არის გამჭვირვალე და უშვებს, რა ვიცი, იმ შუქს, რომელიც ლონდონში აქვს, ალბათ რომ ძალიან საკმაოდ ისეთი კლიმატია ლონდონში, მაგრამ რაც არის ის შუქი ყველაფერში შიგნით უშვებს და კარგად განათებული დიდი სივრცეა, რომელიც არის კაცმა რა თქვა შემკვრელი მთელი აი ამ დარბაზებისა. ვინაიდან ამ სივრციდან ვნაწილდებით ჩვენ უკვე საგამოფენო სივრცეებში უკვე უშუალოდ ძველ შენობაში. მინდა გითხრათ, რომ British Museum-ი არის ერთ-ერთი, რა ვიცი, უძვირფასესი კოლექციების ფლობელი, ვინაიდან ალბათ იცით, რომ კოლონიალიზმის ეპოქის შემდეგ ფაქტობრივად ახლა ბრიტანეთმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრო და მოდი პირდაპირ თქვათ, სადაც რა მოეწონა, ყველაფერი სახში წამოიღეს მერე. შესაბამისად, უზარმაზარი კოლექცია ეგვიპტური არტეფაქტების, ბერძნული არტეფაქტები, რომაული არტეფაქტები და ასე შემდეგ, ინდური და სხვა, ანუ სადაც კი რამე მოეწონათ, ესე იგი ყველაფერი წამოიღეს, ყველაფერი გამოფენილია. პლუსებში ის ჩავუწეროთ, რომ უფასოა British Museum-ში შესვლა ნებისმიერი ადამიანისთვის ყოველთვის. ფაქტობრივად ფულს არ იღებენ ამის გამოფენაში, როგორც ლუვრი მაგალითად და ბერლინი და სხვა კიდე ცნობილი მუზეუმი. British Museum-მა აი ესეთი საჩუქარი გაუკეთა კაცობრიობას, ხო? რომ კი წამოიღეს თავისი სამშობლოდან ეს არტეფაქტები, მაგრამ ყველა მსურველს უფასოდ აჩვენებენ. შესაბამისად, აქეთ ნაწილდებით, მოკლედ სივრცეებში და გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ჩამატებული აი ეს როტონდის ტიპის მრგვალი ესეთი სივრცე, რომელშიც არის, აი დამატებითი დამხმარე სათავსოები, რაც სჭირდება მუზეუმს, დაუშვათ კაფე, მაღაზიები, საპირფარეშო, გარდერობი, იქით-აქეთ აი ესეთი რაღაცები, წვრილმანები, ყველაფერი გვაქვს აქ და აი ამ დიდ დარბაზში კიდე. დარბაზში კიდე დამატებით კიოსკები არის, სუვენირები, გაზეთები, წიგნები და ასე შემდეგ. ახლა შევხედოთ იტალიელ პოსტმოდერნისტ არქიტექტორის კარლო სკარპას ნამუშევარს. ეს გახლავთ მუზეუმი კასტელვეკიო, რომელიც არის აგრეთვე კონვერსიის პროექტი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს შენობა იყო ვენეციაში არსებული ესეთი თავდაცვითი ნაგებობა. ალბათ იცით, რომ ვენეცია ისტორიულად იყო ჯერთი რესპუბლიკა და შემდეგ ძალიან ესეთი ძლიერი მოთამაშე ფლოტის საკითხებში, ხო? ანუ მეომრებიც იყვნენ და ვაჭრებიც იყვნენ ძალიან სერიოზულები. ახლა ვენეციის რესპუბლიკა შუა საუკუნეებში ფაქტობრივად ძალიან სერიოზული
პოლიტიკური ერთეული გახლავთ ჯვარცხვისპირულ, ესე იგი, სარბიელზე. შესაბამისად, ვენეციაში არის ბევრი ესეთი არსენალის ტიპის შენობები და თავდაცვითი ნაგებობები და ფორტები და სხვა. აი ეს არის ერთ-ერთი ასეთი და ფაქტობრივად ეტყობა კიდევაც, ხო, ვენეციური ხასიათი ამ შენობას. ჯერ ერთი, აი თავდაცვითი ნაგებობა რო არ ეგერ გალავანიც ჩანს, ხო, და ფაქტობრივად ესეთი გამაგრებული ციხე-სიმაგრე გახლდათ, მაგრამ გარდა ამისა მინდა აღვნიშნო თვითონ ეს შეისრული თაღების და აღმოსავლური მოტივების სიმრავლე, ხო, თვითონ ფასადზე, რაც გასცემს კიდევაც ვენეციის ესეთ მულტიკულტურულ ხასიათს, იმიტომ რომ ვენეცია იყო გზაგასაყარი დასავლელი და აღმოსავლელი ვაჭრებისთვის და ფაქტობრივად ძალიან დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება ბიზანტიური და აღმოსავლური და არაბული კულტურების ქვეშ. და ახლა ბოლო-ბოლო მარკო პოლო ვენეციელი იყო, ხო, პირველი ევროპელი, ვინც ჩავიდა ჩინეთამდე და ესე იგი იმგზავრო და ჩამოიტანა იქიდან არა მხოლოდ სანელებლები და სხვა საოცრებები, ხო, ჩინური წარმოების, არამედ ძალიან დიდი ინფორმაცია. შესაბამისად, მოკლედ, ეს აღმოსავლური მოტივები არ გაგვიკვირდება, განსაკუთრებით თუ ვინმე ნამყოფი ხართ ვენეციაში და დაგითვალიერებიათ, დაკვირვები ხართ, როგორი ფასადებია. რეალურად, აი, იმდენად ესთეტი ხალხია, თავდაცვითი ნაგებობა და ფორტი, რომელიც კაცმა რო თქვა, არ მოითხოვს განსაკუთრებულ დეკორატიულ ასე დახვეწილობას, ხო? ეხლა არ არის აუცილებელი, რომ სუპერ ლამაზი იყოს, ხო? ამის მიუხედავად, მაინც ნახეთ, როგორი ესე იგი დახვეწილი ფასადები აქვს. არ არის გადაპრანჭული, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მცირედი ღიობები, აივნები, თვითონ ეს თაღები ძალიან ლამაზად არის გაფორმებული. ეს რაც შეეხება თვითონ ორიგინალურ შენობას. ეხლა ვილაპარაკოთ უშუალოდ კარლოს კარპაზე და რას გვიკეთებს ესე იგი არაჩვეულებრივი თანამედროვე იტალიელი არქიტექტორი. კარლოს კარპასთვის საერთოდ დამახასიათებელი იყო როგორც პოსტმოდერნიზმისთვის სიყვარული ძველისა და ახალის ურთიერთობას შორის. აი ეს კაცი ეძებს აი ესეთ ელემენტებს, მოაქვს ძველი ისტორიული ელემენტები, მაგალითად ფანჯრები, კარები, რაღაც ალათები, რაღაცა ფორმები და იყენებს მისთვის თანამედროვე, ანუ ესე იგი 50-იანი, 60-იანი, 70-იანი წლების არქიტექტურაში. შესაბამისად აკეთებს ესეთ მნიშვნელოვან მიქსებს. კარლოს კარპას არქიტექტურა არის აი ყოველთვის ძველი, ახალი, არეული ერთმანეთში იმგვარად, რომ ჩვენ ვერ მივხვდეთ, კაცმა რო თქოს, სად არის ძველი, სად თავდება ძველი, სად იწყება ახალი და ერთი მეორეში როგორ გადადის. აი ეს ბოლო სურათი მაგალითად ქვევით რაც გვაქვს. ის არის, აი შენობის ეს მარცხენა ნაწილი, ნაწილობრივ გადახურული რო არის. ნახეთ როგორი არის. ჯერ ერთი ბლოკიდან, აი უშუალო შენობიდან გადავდივართ აი ამ გალავანზე, გადავდივართ ესეთი ხიდი. ხიდი ძალიან გავს ძველს. იმიტომ რომ მასალა, ფერი, ფაქტურა თვითონ აი ამ ელემენტების ძალიან გავს იმას, რაც არის ორიგინალური შენობა, მაგრამ დავაკვირდებით თუ არა, მაშინ ვხვდებით, რომ ახალია და რითი ხვდებით. მისი კონფიგურაციით. ეს რო იყოს შუა საუკუნოვანი ნაგებობა, ადამიანურად, კაცურად გააკეთებდნენ ამ ხიდს ესე რა, პირდაპირ და გადავიდოდნენ. რა კი ეს არ არის, ძველი შენობა არის, ახალი შენობა, ამიტომ კარლოს კარპა რთავს თავის დიზაინერულ ხედვას და აკეთებს აი ეს მოტეხილ ფორმას. კიდე შემოაქვს დეკორატიული ელემენტები, რომლებიც თუ არ დავაკვირდით, შეიძლება ვერც მივხვდეთ, რომ დეკორატიული ელემენტია. მაგალითად, აი ეს უზარმაზარი ესეთი რკინა-ბეტონის დგარი, შემდგარი, ესე იგი, შესმულია ეს ქანდაკება, ხო? ცხენოსანი რაინდის ქანდაკება. ახლა წარმოიდგინეთ, ხართ თავდაცვით ნაგებობაში ფორტში ხართ და ფორტში რა უნდა ეხლა იქ ქანდაკებას და იმას პოეზია და ცამპარუმპა და რაღაცეები. არა, ხო? ნაკლები წარმოსადგენია, შეიძლება გაეკეთებინა კიდევაც პორტის კაპიტანს, რა ვიცი, თავის ძაღლი დაედგა, მაგრამ ცოტა საეჭვო არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რა კი არის მუზეუმი, კეთდება უკვე ესეთი საგამოფენო ელემენტები. ანუ გამოფენილი არის ეს ქანდაკება, მისთვის სპეციალურად აშენებული არის ესეთი პოსტამენტი, მაგრამ იმდენად ეს ყველაფერი ზის ტონალობაში და ფერში და ფაქტურაში და მასალაში ერთ სტილში ზის, რომ ფაქტობრივად რო არ მიმექცია თქვენი ყურადღება, შეიძლება არც გეფიქრათ რა, ესე ქვეცნობიერ დონეზე, რომ ეს ახალი არ არის, არა, ალბათ ძველია, ხო, ალბათ იმდროინდელი რაღაცაა. უშუალოდ ამ ფოტოს რო უყურებ ხოლმე, სულ მგონია, რომ თითქოს არის რაღაცა ისტორიული ფილმის დეკორაცია მიტოვებული. აი, რა ვიცი, რაღაც ზოროზე რამე ესეთი ფილმი ან რაღაცა რა ეგეთი, დაშნაზე ჩხუბები და მთელი ამბები. აი, რაღაცნაირად აი ესეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს.
იმიტომ რომ თან ძველია, თან ახალია, თან ვითომ გავს, მაგრამ თან მოულოდნელი გეომეტრია არის რა ეს კუთხოვანი ნაწილები დატეხილი და სხვა. შესაბამისად, მოკლედ აი ესეთი ძალიან როგორ გითხრათ, რბილად მუშაობს კარლოს კარპა რა, აი თვალში კი არ გაყრის ნაცარივით, რომ აი მე თანამედროვე ნაწილი ჩემი მაქვს ესეთი კონტრასტული და ის ძველი ახალია. არა, პირიქით. ამ კაცის მიმართულება არის, რომ ბლენდინგი გააკეთოს ძალიან რბილად და ორგანულად ამ ესე იგი ახალისა და ძველისა ერთმანეთში. გარდა ამისა, კარლოს კარპა ბევრს მუშაობდა საგამოფენო სივრცეებზე და საგამოფენო სივრცის დიზაინზე. ამიტომ მე ძალიან მიყვარს ხოლმე მისი ესეთი დიზაინერული ხედვა. მაგალითად, აი ეს სივრცეები, შიდა სივრცეები უკვე სამუზეუმოდ ნახეთ როგორ აქვს გადაკეთებული. ფერთა გამა, როგორც კარპას ზოგადად უყვარს, არის საკმაოდ რბილი, არ არის მკვეთრი ტონები, საკმაოდ აქრომატული არის, ძალიან ესეთი რბილი, ქვიშისფერი, ბუნებრივი ტონები შემოაქვს, ხო? გალესილია ეს კედლები, ქვის იატაკი და რაზეც გვიждები არის აი თვითონ ამ ქანდაკებების ქვედა აი ეს პლატფორმები, რომლებიც არის აწეული მიწიდან, ხო, იატაკიდან. და თან ეს ხო სუწმინდანების გამოსახულებები არის რა და შესაბამისად ისეთი შთაბეჭდილება არის, რომ აი თითქოს ეს წმინდანების ქვეშ აი ეს პლატფორმა ჰაერში არის ატანილი. ჩემთვის პირადად საოცარი ესეთი სპირიტუალური რაღაცნაირი განცდა მიჩნდება. გეგონება ეკლესიაში ვარ რა, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ყოფილი ფორტის შენობაში. კიდევ გვაქვს აი ესეთი ობიექტი, ეს არის უკვე დევიდ ჩიპერფილდი, აგრეთვე პრიცკერის პრემიის ლაურეატი, ინგლისელი არქიტექტორი, რომელიც არის დიდი მოტრფიალი მინიმალიზმის. ამ კაცისთვის დამახასიათებელი არის ესეთი აი გეომეტრიული, თითქოს ხისტი, ძალიან თეთრი მათემატიკური გამოზომილი სივრცეები და ფორმები. შესაბამისად, მისი კონვერსიებიც არის აი ამ სტილში გადაწყვეტილი. ეს გახლავთ ბერლინის ახალი მუზეუმის შენობა, რომელიც თვითონ შენობა არის ისტორიული, რა თქმა უნდა, მე-19 საუკუნის შენობაა და ეთქობა კიდევაც, ხო, უკან რას დგას ეს არის. და მუზეუმის შენობას მიადგეს მოკლედ ახალი ნაწილი. არის შესასვლელი, ეს უზარმაზარი პარადული ესეთი კიბეები და დამატებითი სივრცეები, გალერეა, რომელიც როგორც ვთქვით, არის გადაწყვეტილი მინიმალიზმის სტილში, მაგრამ ნახეთ როგორი მინიმალიზმია, ფაქტობრივად იმყოფება კლასიკის გავლენის ქვეშ ძალიან სერიოზულად. მთელი ეს კოლონადა რა გინდ, ეხლა კაპიტელებით შემკული არ არის და ფრიზი არ არის და ანტაბლემენტი არ არის და რაღაცა დამატებითი ესეთი დეკორატიული ელემენტები არაფერი არ არის, მაგრამ თვითონ სტრუქტურულად ძალიან გავს პართენონის ტიპის ბერძნულ ტაძრებს. შესაბამისად, აი აქაც ეს ძველი ახალის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩიპერფილდისთვის და აკეთებს ცალსახად, ხო, ესეთი რევერანსი აქვს, მოკლედ ძველი ისტორიული არქიტექტურის მიმართ. ოღონდ ახალი მასალებით, ახალი ესთეტიკით, ესეთი სუფთა გეომეტრიული ლაკონურობით. და აი ცნობილი კიბეც კიდევ ინტერიერში ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერიერის აღდგენაც გააკეთა და ნახეთ როგორ იქცევა. დატოვა აი ეს ისტორიული წითელი აგურის კედლები, გაწმინდეს, დატოვეს. ზედა ნაწილის გადახურვა ეს ხის კოჭები ყველაფერი შენარჩუნებულია და სამაგიეროდ შიგნით არის ესე იგი ეს თანამედროვე სარკულის სიმეტრიით გადაწყვეტილი თეთრი გეომეტრიული კიბე, რომელიც ანაწილებს უკვე მაყურებლებს სართულებზე და დარბაზებში. სხვათა შორის მინდა გითხრათ, ასეთივე მიმართულებით აქ ერთი კონვერსიის პროექტი ტადაუანდოსაც ეხა გაჩვენებთ. ეს არის პუნტა დელა დოგანა ვენეციაში. ფაქტობრივად ულამაზესი ადგილი, ულამაზესი შენობა, ძალიან საინტერესო კონფიგურაცია აქვს. ნახეთ, სამკუთხედის ფორმის შენობაა, რაც საერთოდ ისტორიული არქიტექტურისთვის არ არის დამახასიათებელი ზოგადად. მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ რელიეფი და თვითონ ეს მიწის ნაკვეთი საშუალებას არ იძლეოდა. რა კი ვართ ვენეციაში, როგორც ფოტოზე ჩანს, არის ორი დიდი არხის, ესე იგი, შეხვედრის ადგილი, ეს არის გრან კანალი და აქეთაც გვერდზე მეორე არხია. და რეალურად ამ ორ არხს შორის ესეთი სამკუთხედი მიწის ნაკვეთი იყო რა, ტორტივით ესეთი შემოჭრილი ნახევარკუნძული, რომელზეც მდებარეობდა ეს სამკუთხედის შენობა, არის კაცმა რა თქოს ისტორიული, აგრეთვე მე-17 საუკუნის ესეც ტადაუანდოს მისცეს როგორც მუზეუმის ფუნქციის მატარებელი შენობა უნდა გაეკეთებინა.
და რეალურად აქაც აი ნახეთ რამხელა ის არის რა მოხერხება ჭირდება და კიდე თავმდაბლობაც ალბათ რა იმიტომ დიდი არქიტექტორი ისეთი როგორც ტადაუანდოა აგრეთვე პრიცკერის პრემიის ლაურეატი და მისი კოლეგებიც ვიზეც ვილაპარაკეთ ხო დღეს უკვე აი როგორ გითხათ ხო შეიძლება რომ თქვან რომ მე ასეთი დიდებული ვარ და მე ეხლა არ მაინტერესებს არაფერი და ეხლა ნოლიდან ავაშენებ და ისე ვიზავ და ასე ვიზავ და მთელი ჩემი ტალანტი და პოტენციალი უნდა დავდო ესე რომ ნახოთ რა მაგარი ვარ ხმა ესეთი პრეცედენტებიც გვაქვს რა თქმა უნდა მაგრამ ამ შემთხვევაში ეხლა ნახეთ რამხელა მოგზაურობა იმ თვალსაზრისით რომ ხალხი 90%-ს ყურადღებისა უთმობს არა იმას, რომ მე ახალი რა ჩავსვა ამ შენობაში, არამედ მე ძველი როგორ შევინარჩუნო და როგორ ვაჩვენო ეფექტურად და კარგად და სწორად, როგორ მოვექცე. აი ამ დანატოვარს და ამ ისტორიულ შენობას, ხო? შესაბამისად, აი როგორც ჩიპერფილდმა, აქაც ესე იგია ტადაუანდო, ნახეთ, კედლები გაწმინდა, რესტავრაციის პროექტი მოახდინეს თვითონ ამ შენობის. ზევით ხის კონსტრუქცია რაც არის, რაც კი შეიძლებოდა რომ შეენარჩუნებინათ ეს ხის მზიდი ელემენტები, ყველაფერი შეინარჩუნეს, გაამაგრეს ლითონით, შეცვალეს რაც შესაძლებელი იყო, დაამუშავეს და ნუ მოკლედ აი უზარმაზარი სკრუპულოზური სამუშაო გაკეთდა. თვითონ აი ამ არსებული სტრუქტურის შესანარჩუნებლად რა ეს არის ძალიან ფასეული ჩვენს ეპოქაში როდესაც არ ვიცი მე სულ იმას უყურებს რა დამანგრიოთ და კორპუსი როგორ ჩავდგათ და ახალი და დიდი და ბევრი ბინა გავყიდოთ და ამისთან რაღაცეები ხო ხვდებით ანუ ძალიან კომერციალიზირებული გახდა სამწუხაროდ ჩვენი სფერო უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ აი ეს მოფერება ძველი ისტორიული დანატოვარის და მინდა გითხრათ რომ ტადაუანდო ის კაცი არ არის რომელიც მოკლებულია კომერციალიზმს და არიქა მარტო ფილანტროპია და ასე იგი მარტო აღდგენაზე მუშაობს და სხვა არა პირიქით ტადაუანდო არის ის კაცი რომელიც თავისი კარიერის უმეტესწილად ნოლიდან აშენებული ობიექტები აქვს და კომერციული ობიექტებიც აქვს და ბევრი კრიტიკაც მიიღო მაგაზე რას როგორ აშენებდა და სხვა მაგრამ ამ შემთხვევაში აი კონვერსია არის იშვიათი მისთვის და მე მგონი ძალიან საინტერესოდაც მოიქცა თვითონ ამ შენობას რომ შეინარჩუნა ყველაფერი რაც შეეძლო რომ შეინარჩუნებინა და ახალი ნაწილი დაამატა შუაგულში რკინა-ბეტონის ჩამოსხმული ესეთი კუბიკივით სივრცეები აქვს დამატებული თავისი კიბის უჯრედებით რომელიც დამახასიათებელი მისთვის აი ამ დახურეტილი ბეტონის სტრუქტურა აქვს ხო კედლები გაკეთებული ფაქტობრივად შეხედავ თუ არა ნუ ტადაუანდო მის დაღი დაასვა ამ მასალას, რომ თავის სახელი იქვია რა, კაცმა რო თქვა, შეხედავ თუ არა, მაშინ ტადაუანდო გახსენდება, სულ რომ სხვასაც კონდეს ესეთი კედელი გაკეთებული. კიდევ მინდა გაჩვენოთ ესეთი აღდგენის პროექტი, ეს ძალიან საინტერესო შენობა არის, ეს არის მუზეუმი კოლუმბა. კელნში, რომელიც შეასრულა შვეიცარიელმა არქიტექტორმა და პრიცკერის პრემიის ლაურეატმა პეტერ ცუმთორმა. მინდა გითხრათ, რომ კელნი სამწუხაროდ ომის დროს ძალიან დაზიანებული ქალაქია. ანუ ისე დაბომბეს, რომ ფაქტობრივად ნახევარი კელნი იყო გადამწვარი და განადგურებული. შესაბამისად, კელნში ძველი ისტორიული შენობები შემორჩა, ძალიან ცოტა. ძირითადად, ახლა მადლობა ღმერთის, მთავარი კათედრალი, რაც არის კელნის კათედრალი, ცნობილი, ისე ორკოშკიანი ის მეტნაკლებად ხელუხლებელი გადარჩა, იმიტომ რომ არ დაუბომბიათ კათედრალი. მხოლოდ შემინვა დაზიანდა, სულ ჩამოიყარა ისინი შემინვა. ფაქტობრივად ახალი გაკეთდა მერე 70-იან წლებში. და რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს, აი კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ფაქტობრივად თავიდან აშენებული ქალაქი არის თავისი დიდი წილით. რაც შეეხება ამ ობიექტს, აქ იყო კათოლიკური ეკლესია. გოთიკური სტილის ეკლესია იყო, ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი, რომელიც დაინგრა, ანუ სულ გაპარტახებული იყო, კაცმა რო თქვა, აი სწორი ადგილი იყო და შემორჩა მხოლოდ რამდენიმე კედელი. შემდგომში მინდა გითხრათ, რომ გოთფრიდ ბიომმა ააშენა ამ ეკლესიას ადგილზე პატარა სალოცავი, კაპელა, მინდა კოლუმბას სახელობის კაპელა. აი ეს კაპელას დღესდღეობით შეგიძლიათ ნახოთ, შენარჩუნებულია, ოღონდ არის ამ შენობის უკან. პატარა არის საკმაოდ. ხოლო თვითონ ეს მუზეუმის შენობა ამოუშენეს წინ ქუჩის პირზე. როგორც ხედავთ, ესე იგი ორი ქუჩის ესეთი გზაგასაყარია. აქ ნახეთ როგორ იქცევა პეტერ ცუმტორი. პეტერ ცუმტორი ძალიან სკრუპულოზური და აკურატული კაცი არის რა. აი რესტავრაციის ელემენტები ძალიან კარგად ესმის. და ამ შემთხვევაში ნახეთ რას აკეთებს. დატოვა
გაწმენდილი და შენარჩუნებული ეს გოთიკური კედლები. როგორც დეკორი ისე დატოვა კაცმა რო თქვას და ჩააქსოვა ეს კედლები ახალ კედლებში. ნახეთ ჩანს კიდევაც, ხო? ცალსახად გამოიყოფა ძველი კედელი ახალი კედლისგან, ანუ არ შეგეშლებათ არასდროს. იმიტომ რომ ეს ახალი კედელი არ იქვა, არის ესეთი თეთრი, მოქვიშისფრო, ძალიან ღია ფერის ესეთი ქვა არის, საინტერესო ფაქტურით. ძირითადი ნაწილი მისი არის ყრუ გაუმჭვირვალე, როგორც ხედავთ, მაგრამ არის ნაწილები, რომლებიც არის თვითონ ქვის წყობით გაკეთებული ესეთი დახვრეტა, ანუ შიგნით შედის შუქი. ესე ძალიან ლამაზი ეფექტი არის და ფაქტობრივად ესეთი გამორჩეულად კარგი ობიექტი გამოვიდა ჩემი აზრით. სხვათა შორის შიგნით არის გამოფენილი ახლა ბევრი რაღაცა არის მუზეუმია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია კათოლიკური ეკლესიის ძვირფასეულობას. ანუ რო შედიხართ, აბსოლუტურად ესეთი შუა საუკუნოვანი ესთეტიკაა, ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ გამოფენილი არის ხატები, ჯვრები, ისტორიული მათი არტეფაქტები, ძალიან ლამაზი, მნიშვნელოვანი და ესეთი რა, ფასეული. ასე რომ, მოკლედ ძალიან საინტერესო ობიექტი მგონია ეს. კელნში თუ მოხვდებით, ფაქტობრივად კათედრალიდან არ არის შორს, ანუ ცენტრშია და ყველას ურჩევდი, რომ აუცილებლად მიდით, ნახეთ, ესეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შენობა გახლავთ. კიდევ, შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ მინდა ეს ობიექტით გაჩვენოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ინდუსტრიული ხასიათის შენობა არის არა მხოლოდ ფაბრიკა და ქარხანა და ესეთი ტიპის რაღაცა ობიექტი, არამედ ამ შემთხვევაში არის რკინიგზა. მთელი უზარმაზარი რკინიგზის ხაზი ნიუ-იორკში, რომელიც გაუქმდა გაუქმდა გასაგები მიზეზების გამო, ალბათ ხვდებით, რომ გაიზარდა ქალაქი და ეხლა კორპუსებს შორის მაინც და მაინც მატარებელმა ირბინოს დიდად ბევრად არ მოეწონებოდა არავის, ხო? ანუ ხმაურიც არის, იბინძურაც და მთელი ამბები, ხო? ანუ ვიბრაციაც და მოკლედ ძალიან აუფასურებდა თვითონ ამ ბინებს და ინფრასტრუქტურას, ხო, ამ უბანში. შესაბამისად, ალტერნატიული გადაადგილების გზა მოიფიქრეს და ეს ხაზი, ასე იგი, რკინიგზისა გააუქმეს. და მერე დაიწყეს ფიქრი, რომ კი, მაგრამ რა უყოთ ამ ხელა ლიანდაგს. თან როგორც ხედავთ, ახლა ლიანდაგი არის საკმაოდ გრძელი, 2.5 კილომეტრია თითქმის სიგრძეში და მანჰეტენის ლამის ერთი ბოლოდან მეორეში გადის და გადის მიწის ზევით. ხო, ხიდებით ძირითადად გადადის ავტოკეცილებზე და შესაბამისად, ერთის მხრივ ძალიან რთული ინფრასტრუქტურაა და მეორეს მხრივ პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად, გაიმარჯვა კონკურსში, ესე იგი, დილერი და სკოფიდიოს ოფისმა გააკეთეს რა? გააკეთეს კაცმა რო თქვას, უფრო ლანდშაფტის დიზაინის პროექტი გახლავთ ეს. შეინარჩუნეს მთელი ეს 2 კილომეტრნახევრიანი გზა, ოღონდ არა როგორც ლიანდაგი, არამედ როგორც საფეხმავლო გზა და მისცეს ქალაქს როგორც პარკი. გაამწვანეს ნაწილები, დადგეს სკამები, დადგეს რაღაცა მოსაჯდომები, იქ ნაყინი იყიდება, იქ რაღაცა იქით აქეთ კოკაკოლა და სხვა. შესაბამისად, მოკლედ უზარმაზარი სიგრძის პარკი გაქვთ შუა ქალაქში. და ალბათ ხვდებით, რომ ნიუ-იორკებით დატვირთული მეგაპოლისისთვის ესეთი ინფრასტრუქტურა, გამწვანებული სავალი ბილიკი არის ფაქტობრივად და ამოსუნთქვასავი. შესაბამისად, რა ვიცი, უნიკალური, იშვიათი და ძალიან კარგი პროექტი გახლავთ ეს, ჩემი აზრით. და კიდევ მინდა გაჩვენოთ, ესე იგი, ესეთი შოკის მომგვრელი და კონტრასტული შენობა, რომელიც გახლავთ ზაჰა ჰადიდის ერთადერთი კონვერსიის პროექტი. მოგეხსენებათ ალბათ, რომ ზაჰას ყველა პროექტი იყო ნულიდან აშენებული, მისი დიზაინი ორიგინალური და რაც არის მისი მიმართულება, არანაირი სხვა წესს არ ცნობდა ეს ქალი. თვითონ რაც ამოირჩია, ესე იგი, მიმართულება, მთელი ცხოვრება ამას აშენებდა. თავიდან ცოტა განსხვავებული რაღაცები ქონდა ეგ კონსტრუქტივიზმის გავლენით, მაგრამ მოკლედ მერე რო აღმოაჩინა ეს თავისი მიმართულება, ბოლომდე ამას მიხვებოდა. ფაქტობრივად ახალი რელიგიასავით გაიჩინა ეს თავისი სტილი. ეს არის ერთადერთი შენობა, როდესაც ქალაქის ხელისუფლება მისცა მას არსებული შენობა კონვერსიის. ეს შენობა გახლავთ ბელგიაში, ანტვერპენია, ზღვის პირა ქალაქი არის და ეს იყო ესე იგი საზღვაო ამ საპორტ და ადმინისტრაციული შენობა, მოდი ესე ვთქვათ. ხო და არის ძველი შენობა, რა თქმა უნდა, ადრეული მე-20 საუკუნის, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული ესეთი ობიექტი არის ეს. ხოლო მის თავზე ეს უზარმაზარი, ორჯერ უფრო დიდია ვიდრე არსებული შენობა, ხო, ეს ზაჰას ობიექტი.
ფაქტობრივად, აი უზარმაზარი ინფრასტრუქტურა შეიტანა კიდე ზემოდან და ჩანს ხო, რომ კი არ ეყრდნობა ამ არსებულ შენობას, არამედ კიდე ცალკე დამატებით მზიდი ელემენტები გააჩნია, როგორც ეს ნაწილი, ისე აჭრილში ჩანს ნაწილიც არის ფაქტობრივად მზიდი. შესაბამისად, უბრალოდ მინდა რომ დააკვირდეთ რამხელა კონტრასტი არის რა და რამდენნაირი არსებობს ეს კონვერსიის მიდგომები კიდე აი ბევრი რამე ვნახეთ დღეს ჩვენ და რომ შევაჯამოთ ნელ-ნელა როგორც იყო ძალიან იუველირული, ძალიან რბილი, ძალიან ესეთი შეუმჩნეველი ჩარევები, ხო, ისტორიულ ძეგლში თუ ინდუსტრიულ შენობაში თუ აი არსებულ შენობის ტანში, ხო? ისე ფაქტობრივად ისიც კონვერსიაა და ისეც კონვერსიაა, როდესაც უზარმაზარი მასშტაბის ხაზგასმით თანამედროვე ძალიან კონტრასტული, დიდი, განათებული, ხმაურიანი, ესეთი აგრესიული ფორმები შემოდის. აქ როგორც ხედავთ, არანაირი დიალოგი არ ხდება, ხო, ძველსა და ახალს შორის, აქ არის პირიქით სუპერ კონტრასტი. და რეალურად ხასიათი ჩანს კიდევაც ხო ამაში, ახლა როგორც შემოქმედის, ეგეთი ქალი იყო, ეგრე ესმოდა, ეგრე მოსწონდა და აი ხმა მაღალია, დიდი განცხადებები მოსწონს, ესეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული ტურისტული სანახაობა არის რა, ახლა ეს ობიექტი რო გითხრათ, თუ კი თქვენს ინვესტორს აქვს გაცვლა მაგალითად ამაზე, აი ეს ტურისტული სანახაობაა რა რეალურად. ასე რომ, მოკლედ ესეთი რამეებიც არსებობს, მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის. და ისეც ფაქტობრივად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის კონვერსიის ესეთი მაგალითი.